ამერიკელი პოლკოვნიკი, რომელიც Deep State-ს ამხელს, ლოურენს უილკერსონი იმ სქემის შესახებ საუბრობს, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას ცდილობდნენ. მთავარი როლი არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს და დემოკრატიის დაცვის ფონდს. საქართველოს საუბრისას უილკერსონი შეერთებული შტატების ძველი მთავრობის მიერ მხარდაჭერილ მარიონეტებს ახსენებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებული პოლიტიკა ვაშინგტონისათვის მიუღებელი იყო. ანუ კიჩხიკვაძე გვერდება. არაფორმალური გავლენები და უცხო ქვეყნის ინტერესები ამერიკის თადარიგის პოლკოვნიკი შტატების ყოფილ ადმინისტრაციას აკრიტიკებს და Deep State-ის სქემას ამხელს. სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის ყოფილი უფროსი იმ NGO-ებზე საუბრობს, რომელთა გავლითაც Deep State-ი საქართველოში ხელისუფლების დამხობას ცდილობს. არაფორმალური მმართველობის ინტერესი კი ერთია, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მარიონეტული სისტემით ჩანაცვლება. ბუშის მთავრობის მაღალჩინოსანი სიტყვა სიტყვით ყვება იმას, რაზეც ქართულ ოცნებაში უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუ როგორ ხმარდება დემოკრატიას ამოფარებული ფული გლობალურ პოლიტიკურ მიზნებს. NGO-ები რადიკალიზმისთვის, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და უცხოური გავლენების საფრთხე. Deep State-ის სქემას ამჯერად შეერთებული შტატების ყოფილი თადარიგის პოლკოვნიკი უპირისპირდება. ლოურენს უილკერსონი ამერიკის ძველი ადმინისტრაციის უკმაყოფილებას საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებულ და სამშვიდობო პოლიტიკას უკავშირებს, რაც როგორც თავად ამბობს, შეერთებული შტატების ინტერესებში სულაც არ ჯდება. შეერთებული შტატების მიზანი კი ხელისუფლების დამხობა და მარიონეტული ძალების ჩანაცვლება იყო. ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ინსტიტუტი. არსებობს კიდევ სხვა ორგანიზაციები, რომლებზეც არასდროს იფიქრებდით, რომ ასეთი საქმეებით არიან დაკავებულნი, მაგალითად დემოკრატიის დაცვის ფონდი. ჩვენ ვცდილობთ ხელისუფლებაში დავაბრუნოთ წინამთავრობა, იმიტომ რომ მათ, როგორც თქვენ იცით, სურთ რუსეთთან დაპირისპირება, ნატოში გაწევრიანება და ასე შემდეგ, მაგრამ დღევანდელი მთავრობა ძალიან დაბალანსებულია. მათ სურთ კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან. ჩვენ ეს არ მოგწონს, ამიტომაც მათ დამხობას ვცდილობთ. ასე მიყვავს საქმეები დღეს. ჩვენ პირდაპირ არ მოქმედებთ. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვების პირდაპირი ჩარევით მოქმედებთ. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიერ დასახელებული ორგანიზაციების გარდა საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ არაერთი ორგანიზაციაა მხილებული. საპარლამენტო ოპოზიციაში მაგალითებსაც იხსენებენ, რომელიც Deep State-ის მიერ ქართველი მოსახლეობის გაწირვას და ქვეყნის ომში ჩართვას ასახავს. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ეს უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსებმა დაადასტურეს კიდევაც პირდაპირ ათქმევინეს თუ არ ვცდები არესტოვიჩი იყო მაშინ რომ დიახ თქვენ არ ახართ საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს ომის მთავრობა და მოავალ სააკაშვილი და ის დაიწყებს ომს რუსეთთან. მაკენის ინსტიტუტის დირექტორმა ქალბატონმა ფარკასმა პირდაპირ თქვა რომ თქვენ მიჩვეული ხართ მე რა თუ შემოვა რუსეთი მიჩვეული ხართ რომ პარტიზანულად იბრძოლებთ 10,000 20,000 კაცი მეტი არ დაგეხოცებათ და ასე შემდგომ. Deep State-ის ბრაზი საქართველოს მთავრობამ მხოლოდ იმიტომ დაიმსახურა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყანა არ გაწირა და გარე ინსტრუქციებს არ დაემორჩილა. არასამთავრობოთა ქსელს, რომელიც უცხო ქვეყნებში რევოლუციებისა და პოლიტიკური გავლენებისთვის მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ, ახლა თავად ამერიკის ახალი პრეზიდენტიც დაუპირისპირდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა ისე იმგვარად საქართველოს ყურადღების გამახვილება, რომ ასე ვთქვათ, იკითხებოდა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული და გაკეთებული პროცესი, რომელიც მიზნად აქ საქართველოში არსებული რადიკალიზმის გაღვივებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ Deep State-ის იგივე გლობალური ომის პარტიის გამარჯვებას მიზნად ისახავდა. ესეთი ტიპის დონორი ორგანიზაციები და როგორც იყო USAID, NEDI, EED ევროპიდან, სოროსის ფონდები და ასე შემდეგ, მათი ძირითადი დღის წესრიგი თავიდან ბოლომდე დამყარებული იყო ჩვენ ქვეყანაში არეულობის მოწყობაზე და ჩვენთვის ისეთი ტიპის პროპაგანდის მოხმოვაზე, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის იდენტობას. როგორ აღმოჩნდა ისე, რომ რიტორიკის ცვლილება ამ ბიუროკრატებისგან ემთხვევა ზუსტად იმ დღეს, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. რა არ გავაკეთეთ ჩვენ? არ გავაკეთეთ ის, რომ არ გავწირეთ ჩვენი ქვეყანა სხვის ომში. ამერიკელი პოლკოვნიკის ინტერვიუ არაფორმალური გავლენების სქემას ზუსტად ასახავს. მაშინ როცა დემოკრატიის საფარში ფული ქვეყნის ინტერესებს ცდება და გლობალურ პოლიტიკურ მიზნებს ხმარდება, ნებისმიერმა სახელმწიფომ ქვეყნის ინტერესებით და საკუთარი სუვერენიტეტის დაცვით უნდა იხმძღვანელოს, რათა იმპერიალისტური სურვილებით შეპყრობილთა ხაფანგში არ აღმოჩნდნენ, როგორც ეს საქართველომ შეძლო.